ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში გამარჯვებული 150 მოსწავლე წყნეთში ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში ისვენებს. დასვენების პარალელურად მოზარდები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ და სხვადასხვა სპორტულ და კულტურულ ღონისძიებაში მონაწილეობენ. მათ დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ესტუმრა. ბაქსვუდის საზაფხულო სკოლაში საქართველოს ზოგად საგანმანათლებლო სკოლებიდან შერჩეული 600 საუკეთესო მოსწავლე 4 ნაკადად დაისვენებს, მათგან საუკეთესო 32 კი 2 კვირით ბრიტანეთის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება. ამ სკოლას აქვს სამი დანიშნულება. პირველი, ბავშვები გაძლიერებულად სწავლობენ ინგლისურ ენას. მეორე, სახელმწიფო დაფინანსებით მათ აქვს შესაძლებლობა, რომ ძალიან კარგად დაისვენონ და მესამე, რაც აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს არის პირდაპირ დაფასება ბავშვების სწავლის, იმიტომ რომ ამ სკოლაში ისვენებენ და სწავლობენ ბავშვები, რომლებიც აჩვენეს ძალიან მაღალი შედეგები ოლიმპიადებზე. გვაქვს ინგლისურ ენაში გაკვეთილები, ვსაუბრობთ ბრიტანეთზე, ასევე არის სპორტული შეჯიბრებები და სხვადასხვა აქტივობები.